მოგესალმებათ შაბათის მებაღე. დღეს არის 17 მაისი 2026 წლის. ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ბუჩქოვანი მცენარის ჩარგვა, როგორ ტრანსფორმირდა ბაღი, ნიადაგმფარავის გადაჭრა, ხეხილის გამოკვება, ცხელი ბალახის, ეგრეთ წოდებული ცხელი ბალახის გამოყენების მეთოდები და ბევრი სხვა. ასე გამოიყურება ყვავილობაში პირთეთრა. ვიცით რომ პირთეთრა არის მარადმწვანე, მრავალწლიანი მცენარე. ეს არის ფოტინია რედ რობინი. კარგახანია ვიყიდე. ფესვები ცოტა პროვოცირება უნდა გავუკეთოთ, დავშალოთ. რომ არ ჩაიხვიოს. რაც უფრო მეტად დაწყვიტავთ, ნერვიულობთ, უფრო კაია. აი ნახეთ, პროლონგირებადი საკვები, პროლონგირებული საკვები აქვს, შიგნით ჩაყოლებული, რომელსაც მეც ჩავყრი. აი აქ ზედა ნაწილს მოვაცლი, რაღაცა საეჭვო მცენარები მოყვება ხოლმე, რომ ვყიდულობთ და გადავყრე. მაინც ზედმეტი სარეველა, ზედმეტი სოკო, რა ვიცი აბა. როგორც ხედავთ, აი ორმოში მაქვს წყალი ჩასხმული. ყველაფერს ვდგავ წყალში. პირველ რიგში უნდა მოვაზომოთ, ესე იგი მე აი აქამდე უნდა ჩავრგო. სადამდეც იყო. ყელი არ უნდა ჩავაღრმავო, ქოთრინა ყვავილის ჩარგვის წესი. ყველაზე ადვილი წესია, არასოდეს შეგეშლებათ თუ ზუსტად ისე ჩარგავთ, როგორც არის, თუმცა თუ ყიდულობთ წიწვოვანს, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ რადგან ეს დროებით კონტეინერი არ აქცევენ ყურადღებას და ყელი ჩაღრმავებულია ხოლმე. წიწვოვნის ყელი არის, როდესაც აი საიდანაც ფესვები იწყება, ხო ხვდებით არა? აი ეს ადგილი უნდა იმ ადგილამდე უნდა ჩაედგოს და წიწვოვანი შეამოწმეთ ხოლმე. ეხლა უყურეთ, საერთოდ მე თიხიანი კირიანი მიწა მაქვს. სასურველია რომ აქ ქვიშა მეხმარა, მაგრამ ქვიშა არ მაქვს. თუ გახსოვთ ერთ-ერთ ვიდეოში გაჩვენეთ საკუთარი კომპოსტს ვაკეთებ. იმისაგან, რასაც ვთქვათ, გავთიბავ, გავმარგლავ სეზონზე. მეორე სეზონზე კარგია და იმას აი ეს არის ჩემი კომპოსტი. ამაზე კაი. ინგლისის ბაღები კომპოსტზე დგას. ნუ რა თქმა უნდა, ამინძეც უწვიმს. ხო ჩავყარე. ცოტა მოვაყრი პერლიც. რომ ფესვებს გავუადვილდეს დასაწყისისთვის. თუმცა ეს ჩემი კომპოსტი საკმაოდ ფხვიერია, როგორც ხედავთ. ბევრი ამოვიხი. так, უყურეთ. შემოდგომის ჩარგვისგან განსხვავებით, თუ გაზაფხულზე ვდგავთ, საკვები შეგვიძლია დავუმატოთ. შემოდგომაზე არ ვაძლევთ საკვებს, რადგან ჯერ ფესვთა სისტემამ უნდა იმუშაოს. ფესვმა უნდა მიცეს, რაც დაგროვილი აქვს საკვები, ანუ ფესვი უნდა გაიზარდოს, კი არ უნდა მისცეს უკაცრავად, ფესვი უნდა გაიზარდოს. გაზაფხულზე, ზაფხულში ჩარგვები, გაზაფხულის აი ეს არის პროლონგირებული ისევ იგივე უშვების საკვები
და ამას თუ გახსოვთ, მაქვს კიდე აგრეთვე მეწუნწუხი ბალახისგან დაყენებული. ცოტა და იმას დავუსხამ. მიწას ცოტა კიდე ჩემ კომპოსტს მოვაყრი. აკავურებ ადგილობრივ მიწაში ამ ყველაფერს. მოვაზონებ, ცოტა დამრეცია ჩემი ის. აქეთაზე გავასწორებ. როგორც ხედავთ, წყალი იყო ჩასხმული. საერთოდ მიყვარს ტალახში ჩარგვა. ეხაც დავასხამ წყალს და ბოლოსაც. რას ვაკეთებ ამით? უყურეთ, წყალი შეიტანს ფესვებთან ახლოს, მიიტანს მიწას და ესე უნდა ბიჟბიჟებდეს და ჰაერის სივრცე არ დარჩება ფესვებთან და რისთვის არის ეს საჭირო, იმიტომ რომ ჰაერმა შეიძლება მერე ფესვების პობა დაიწყოს. ყველა მცენარეს ჩარგვის შემდეგ მოვჩავთ რომ ზედაპირი არ დასკდეს, იმიტომ რომ ხო ბევრ წყალს ვასხამთ და მზისგან შეიძლება ზედაპირი დასკდეს და ჩავიდეს შიგნით მზე ან ზედმეტი წყალი მარტო ერთ ადგილზე, ასე რომ შეგვიძლია მოთიბული ბალახით დავმულჩოთ და შეგვიძლია უბრალოდ მშრალი მიწა მოვაყაროთ. ესეც დამულჩვა რო იცოდეთ. ეხლა მიტკეპნა ხდება აი ქოთნის გარშემო. შეხედეთ, წყალმა გააკეთა არხი. შემდეგისთვის ამასაც ოდნავ მივაყრი მშრალ მიწას. შემდეგისთვის მორწყვა რომ მომინდება. აქ მოვწყავ აი ამ ადგილზე, სადაც პატარა არხია და პირდაპირ ფესვებთან მივა საკვები თუ წყალი თუ რაც დასჭირდება. სულ ეს არის, არაფერი ზედმეტი ფილოსოფია ამას არ ჭირდება. ეხლა რადგან მე მიწა გამითავდა, მოდით გაჩვენებთ როგორ დავუმჩავ. მოთიბული ბალახით. ერთი ოღონდ გაითვალისწინეთ. არ შეეხოს ეს ბალახი თვითონ ძირითად ტოტს. ბალახი უნდა დადოთ იმდენი თუ აქ არ გინდათ რომ არგლოთ, რომ დროთა განმავლობაში რომ მიიტკეპნება თვითონ 3-5 სანტიმეტრი დარჩეს. всё, ეს არის და ეს. ამ ტყემლისგან მგონი ტყემალია, აქ ამოვიდა თავისით და ვერაფრით ამოვიღეთ. ვერც ტრაქტორით, მაინც ამოვიდა ტრაქტორით ამოვიღეთ. ხო და ამისგან ვაკეთებ ტოპიარს. ტოპიარი ვიცით, ეს არის ხელოვნური ფორმა მცენარის. როგორ ვაკეთებ? ჯერ ვაძლევ სიმაღლეს. ახლა გადმოვალ გვერდებში.
გავაგრძელებ უთქვენო და გაჩვენებ შედეგს. რომ დავასრულებთ გადაკრეჭვას, აუცილებლად არ დაგავიწყდეთ. აი ესე ხელით გადავსვით, იქნება და რამე გამოძვრეს შიგნით შემძვრალი ტოტი. შემდეგ აუცილებლად კრეჭვის შემდეგ რომ ფიქრობთ რომ დაასრულეთ, შემოუარეთ, ყველა მხრიდან შეხედეთ და აგრეთვე აი ეს ნაწილები, რომელიც ელექტროსეკატორმა ვერ აიღო სუფთად, ეცადეთ სუფთად მოჭრათ, რომ დავადებები არ გამოიწვიოს, დაუარეთ სეკატორით. აი ნაგლეჯი ნაწილები, აი ვთქვათ, აი ესეთი რომ არ გამოიწვიოთ დაავადებების პროვოცირება და ზედმეტი შეწამლა არ მოგიწვიოთ. ამ მეთოდს ქვია ტოპიარის მეთოდი. ეხლა ქვემოთ დავყვები და გავაგრძელებ და საბოლოო შედეგს გაჩვენებთ. მინდოდა მეთქვა ტოპიარია, აი თქვათ ესაც. თუმცა ამას რო კიდე რამე დამატებითი ფორმა მივცეთ, ის უფრო ჩაითვლებოდა. ყურეთ, არის კიდევ ნივაკის მეთოდი, არავურიოთ, ნივაკი არის იაპონური მეთოდი, როდესაც მცენარეს რაღაც არაბუნებრივ ფორმებს კი არ ვაძლევთ, უფრო ვცდილობთ ბუნებას შევუხამოთ, რაღაცა აი თუ გინახავთ კლდეზე გადმოზრდილი ფიჭვი, თუ ნახე სურათებს დავდებ, აი ეს განსხვავდება. მესამე მეთოდი კიდე არის ისე ტოპიარი ვთქვი, ნივაკი და ბანსაი. ბანსაი, როდესაც დიდ დღეს ვაპატარავებთ და ქოთანში ვზდით, აი ეს ყველას გვინახავს ეს მეთოდი. ანუ არსებობს სამი მეთოდი. ქვემოთ ბზაც გასაკრეჭია, ბზეში ვერ გავკრიჭავ. საღამოს გავკრიჭავ, რომ ეს ნორჩი ყლორტები ზეზე რო გადავკრიჭო, დაიწვება. და აი თუ დააკვირდებით, ხო როგორ მაქვს ჩანაფიქრი, ქვემოთ ბზის ბურთი გრძელდება ზევით, თითქოს ჰაერშია ეს ბურთები. ეხლა შეიძლება ცუდად აღიქმება ბზა, რადგან გასაკრეჭია. მაგრამ ჩანაფიქრი ეს არის. ალისუმებმა დაამთავრეს ყვავილობა. ყველა ნიადაგმფარავი მცენარე იზრდება, იჭრება ყვავილობის შემდეგ. ანუ აი ეს არის ყვავილის მასა, ხო? ზედა. ვიღებთ მწვანე მასაზე ვჭრით მხოლოდ. ქვემოთ გახევებულზე არ ვჭრით. აი ესე მწვანეს ვიღებთ ცოტას. რომ ნახოთ. გადაჭრის მერე, გადაკრეჭის მერე სასურველია გამოვკვებოთ მცენარე, რათა კონდეს ვეგეტაციისთვის მეტი ძალა. ნატრიუმის შემცველი საკვებია აქ უკვე საჭირო. მე მაქვს თუ ნახეთ წინა ვიდეოები, ცალკე მიდევს მე მგონი შორჩიც, დავაყენე ბალახის ნაყენი,
იმას გავაზავებ 1-10-თან და დავუსხამ მცენარეს. ეს დაეხმარება, რომ გახსნას კვირტები, გამოიღოს ახალი ყლორტები, ისევ დაიბუჩქოს და მოემზადოს ყვავილობისთვის, შემდეგ გაზაფხულზე უფრო ჯანსაღი, ჯანმრთელი და დაბუთხული იყოს. ყველას მოგვითიბავს ბალახი და ერთ ადგილზე დაგვიგროვებია და დაგვჩენია. მაგრამ ეს არის სპეციალურად დატოვებული. ხედავთ sweli როა. რომ გადავწიო ღრმად, ამას ამოუვა ბოლი. ეს არის ცხელი ბალახი. საკმაოდ მკვებავი ნივთიერება მცენარეებისთვის. შეიცავს ყველა საჭირო სოკოს, რომ აითვისოს მცენარემ, ძალიან ბევრ ნატრიუმს, მაგრამ არის საშიშროება პირდაპირ მცენარესთან ცხელ ბალახს, ანუ ესე დაგროვებულ ბალახს, რომელიც უკვე გადაიწვება და ხელს რომ მოკიდებთ თბილია, რომ შეეხოთ თბილი კი ლამის ცხელია. პირდაპირ მცენარის ფესვებთან დადებთ განსაკუთრებით და ესეთი ზედაპირული ფესვთა სისტემა რო აქვს, აი მაგალითად ჟოლო. ჯობს კარდონი დაუფინოთ, შემდეგ ეს კარდონი ამასთან ერთად გაიხრწნება. თან როგორც გითხარით წინა ვიდეოში, კარდონი კარგია, კორდონი, ანუ მუყაო, ქართულად უკაცრავად. კარგია იმისთვის, რომ ჯერთის არეველები არ ამოვიდეს, ტენიანობა შეინარჩუნოს მცენარემ, მერე ზემოდან მოყრილი ბალახი თუნდაც ახალ გათიბული, მით უმეტეს ეს უფრო ადრე უწყობს ხელს მუყაოს ლპობას, ქვემოდან იზიდავს მუყაო ჭიებს, რომლებიც მიწას გადაამუშავებენ, აფხვიერებენ, აგრეთვე აი ამ იმებს მიირთმევენ მიწაში, ვთქვათ, ამ ჩვენს ბალახ-ბულახებს, ნაკელს და ასე შემდეგ და ამის შედეგად გამოყოფენ ჰუმუსს, რომელიც ყველაზე ადვილად ასათვისებელია მცენარეებისთვის და ყველაზე მარტივად მისაღები საკვებია. მოკლედ, აი ამ ცხელი ბალახის შესახებ ეს მინდოდა მეთქვა. ისე თუ მოგჩათ სადმე ეზოში და დიდი ხნით დატოვეთ, ქვეშ ბალახის არ იქნება, ასე რომ მოლიც გაგიფუჭდებათ. ნუყრით ბალახს. ეს არის სიმდიდრე და ჩვენი დამხმარე ნაკლები მარგვლისაგან, ბარვისაგან თუნდაც. ეხა თქვა სეზონის ბოლოს მე სადაც კორდონები დავაფინე და დავაყარე ბალახი, რომ ნახოთ დაბარვაც კი არ ჭირდება იმ ნიადაგს. ისეთი ფხვიერი ფუმფულა იქნება. ეს არის დასავლეთის ღობე. და მთელი ღობის გაყოლებაზე ფაქტიურად უფრო სწორედ სახლის გასწვრივ, ნუ ქვემოთ არის ყურძენი და მაყვალი. მაქვს ჟოლო გაშვებული. ეს არის რემონტანტული ჟოლო. ვიცით რომ ასეთი ტიპის ჟოლო შეგვიძლია ორმოსავალზე გავუშვათ. მე მაგალითად ვუშვებ ერთ მოსავალზე, ანუ აგვისტოდან მექნება ყინვებამდე. ანუ რომ დაასრულებს ეს ან გვიან შემოდგომით, ან ადრეულ გაზაფხულზე ძირში ვჭრი. მაგრამ თუ გვინდა ორმოსავალზე გავუშვათ, უნდა დავტოვოთ ტოტები, რომელმაც იმ წელს არ იმსხმოიარა, ანუ წინა წელს და მომავალ წელს უკვე ადრეულ ზაფხულში დაიწყებს მსხმოიარობას. ხო. რა თქმა უნდა, შეწამლას უკეთებ, როგორც საერთოდ ბაღს, ვაზს, ისე მოყვება ხოლმე წამლობაში, ესაც მაყვალიც ყველაფერი ფაქტიურად. გაზაფხულზე, ადრეულ გაზაფხულზე სანამ ამოიღებს საერთოდ ყლორტებს, მე მიწას წამლავ აქ 3%-იანი ბორდოს ხსნარით. სანამ გადავჭრი შემოდგომაზეც იმ გადასაჭრელებს 3%-იანი ბორდოს ხსნარით, რომ არ გავრცელდეს ვირუსი. აი ახლა რას ვაკეთებ? აქ იყო ბევრი
გადმოსული იყო აქეთაც, არა იმ პერიმეტრზე, არა იმ ადგილზე, სადაც მე მივუთითე, ანუ სადაც მე მინდა. არამედ სულ იყო გადმოსული ყველგან. მე ეს გავთიბე. დავტოვე იქ, სადაც მინდა და გავამეჩხერე. ეს იყო უფრო ბევრი. დავტოვე მსხვილი ტოტები. და თან, აი ვთქვათ, მეტრში, კვადრატულ მეტრში რო იყოს, ну 10 цალი, ხო, რაღაც ესე. შეხედეთ თქვენს. ქვეშ დავუფინე მუყაო. გერ. და მოტიბულ ბალახს ვაფენ, აი საკმაოდ დიდ ფენას რო ნახოთ, ფენა არის სადღაც, ну 10 სანტიმეტრი. მაგრამ თავარია, ამათ შორის კი ამოვა ბალახის. არა იქ სადაც დავყარი, არამედ აი სადაც ვერ ვყრი მულჩას, ეს არის ტოტებთან. ტოტებს ვაშორებ. რომ არ ჩაისიცხოს, არ ჩალპეს, ჰაერმა იმოძრაოს. ეხლა რომ მოვაფინე, ხო? მე უნდა დავყვე და ვნახო, მივტკეპნო გვერდით და თვითონ ამასთან რომ არ იყოს. ამით რას შვები? ჯერ ერთი აქ აღარ ვმარგლავ. ეს მეთოდი მე თქვენ გაჩვენეთ მაყვალზეც. მერე ბალახს აქვს თავისი ნატრიუმიც, კალიუმიც, ფოსფორიც, მინერალებიც, ყველაფერი თავისი აქვს. მუყავ არ უშვებს აქ სარეველას, ზემოდან ბალახიც არ უშვებს, ორივე გადაიხრწნება, იქცევა საკვებნივთიერებად. გარდა მაგისა, მუყაოზე, როგორც გითხარით ერთ-ერთ წინა ვიდეოში, მუყაოს ქვეშ გაჩნდებიან წვიმის ჭიები, მიწას გააფხვიერებენ, გადაამუშავებენ ამ მასას, რომელიც მე დავაყარე და გამოყოფენ ჰომუსს. ჰომუსი არის ზუსტად იმ სახით ნატრიუმი და ვთქვათ ის საკვები, რაც ჭირდება მცენარეს, რომელსაც უფრო ადვილად გადაამუშავებს. ასე რომ, ესე იგი, მე არ მარგლავ უკვე ეს პროსტ მოვცელე შიგნით, იმათ შორის აი რომ გაჩვენოთ ხელის წელით. გავამეჩხერე, იქ ცოტა ახალი კლუმბაა, პატარებია. გავამეჩხერე, დავუფინე კორდონი, დავაყარე ზედ მოტიბული ბალახი. ესე იგი, მე აღარ გადავბარავ, აღარ გავმარგლავ და, ну, შულო 40-ლა დავუმატებ აუცილებლად ბალახის ნაყენს, რომელიც დავაყენე, რომლის გაკეთებაც გაჩვენეთ. გავაზავებ იმ ნაყენს 1 ლიტრას 10 ლიტრა წყალში და დავუსხამ პერიოდულად ზაფხულში. შულო ძალიან 40-ლაა, ასე რომ ამას ჭამა სულ უნდა. ისე გაზაფხულზე ამათ მივეცი, ადრეულ გაზაფხულზე საკვები უკვე მივეცი. ეხლა მსუბუქად მივცემ. ვიცით რომ ბალახის ნაყენი არის ბიოლოგიურად სუფთა, მაგრამ შედარებით მსუბუქი საკვები. მგონი სულ ეს იყო, რაც შოლოზე მინდოდა მეთქვა. ისე სხვათა შორის ერთი რამ მინდა იცით. ცოტა მეტკინა და მეწყინა. ერთმა ვიღაცამ შემოდგომაზე რომ ჭრიდი მოკლე ვიდეო ჩავწერე ჟოლოს. აქ იყო გადამხმარი ბალახი, თამჭრიდი და რას გავს ეზო და როგორ მაინტერესებს მასთან ჟოლო შემოდგომით, გვიან შემოდგომით, სადღაც ნოემბერში როგორ გამოიყურება. რა ვიცი. მარგალიტები ვით არ არიან, შეხედეთ ეს ოყოე. ეს თუ ბუდიანად არ ამოიღე, მათი ბუდიან ძირფესვიანად. კიდე გაცილდებიან და მაინც გაცილდებიან ამის სპორებს რა მოსპობს.
მინდოდა მეთქვა ხეხილის შესახებ. მე როგორც გახსოვთ, თუ უყურებთ ჩემ არხს რეგულარულად, ხეხილს არ მივეცი საკვები ადრეულ გაზაფხულზე. რადგან მე ვფიქრობ, რომ სარისკო ზონა მაქვს, ყინვაგამძლეობის მე-7 ზონაში ვარ. შესაბამისად მარტი-აპრილის მოულოდნელი ყინვები იცის ჩემთან, ამიტომ არ მივეცი ნატრიუმის შემცველი საკვები, რომელიც ვეგეტაციას უწყობს ხელს, შესაბამისად არც ფოსფორი, არც კალიუმი, რადგან ისინი უკვე ნაყოფზე და თვითონ ტოტის სიძლიერეზე მუშაობენ. რა არ მივეცი, რათა პროვოცირება არ გამეკეთებინა ადრეული ყვავილობის, ზრდის, გაღვიძების. შემდეგ კარგი ზომები ვიხმარე მოკლევადიანი ყინვების დროს, რომ მოვწყე ბაღი. ყვავილობა დაამთავრა ჩემთან, ყველამ უკვე პატარა ნაყოფიც აქვს, ანუ ჩემთან ყველაფერი გვიანაა. ამის შემდეგ ბაღი ისეც მორწყული იყო, წვიმებია სულ მაინც დავასველე ხეებთან და მივეცი, როგორც გახსოვთ, ბალახი დავაყენე. ბალახის ნაყენი მივეცი, ეს ცოტა სუსტია, დავუმატე NPK 20-20-20 ვედრაზე სადღაც უთავო ჩაის, უთავო სუფრის კოვზი 1 ვედრა წყალზე. იმ 1 ვედრა წყალშივე ვუქენი 1 ლიტრა ბალახის ნაყენი და ეს დავუსხი ხეებს ვარჯის პერიმეტრზე, ანუ სადაც მისი გარე ტოტები მთავრდება, მის ქვევით არის შემწოვი ტოტები, რითაც იკვებება ხე. ყოველ მის ასაკის ყოველ წელზე 1 სათლი დავუსხი პერიმეტრზე გადავანაწილე. ანუ თუ ხე 8 წლისაა, გამოდის 80 ლიტრა მივეცი პერიმეტრზე. ეს მინდოდა მეთქვა, მე მგონი მე მომავალ წელსაც გავიმეორებ ამ მეთოდს. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, რადგან შარშანდელისგან განსხვავებით მე ხეხილი ხილი ნაყოფი შევინარჩუნე. ბალიც კი შევინარჩუნე. შარშან მომესპო ყველაფერი. თუმცა ამდენი წვიმებისგან მე თუ გახსოვთ, თუ უყურებდით ხეხილის გასხლას, ვთქვი, რომ გარგარი არ უნდა გამესხლა. დავინდე ალუბალი ბალის საერთოდ არ გავსხალი. ქლიავებს შევეხე, ერთი, იმიტომ რომ პროვოცირება ძალიან გაზარმაცდა, თავი წავაჭერი, ნაყოფი გამოიღო. მეორეზე ვერ გავრისკე, გარგარზე საჩვენებლად გავსხალი და ეთყობა ბევრი მომივიდა, იმიტომ რომ მანელიოზის დაეწყო. ეს დამჩენია გადასაჭრელი, ესეთი რაც ნახე წავაჭერი და ბორდოს 1%-იანი ხსნარით შევწამლე. ამას მე ესე ერთი კვირის წინ მე ვქენი. ანუ შემდეგ შუაკვირაში კიდე უნდა გავიმეორო. ანუ მეორდება 1 კვირიდან 10 დღემდე. როგორც გახსოვთ, გაჩვენეთ, რომ ვარც ქონდა ხუჭუჭა. აღარ აქვს. ერთხელ შევწამლე. თუმცა მე ჭვიმაქ რომ გარგასო შევწამლავ. ავდგები და მთელ ბაღს შევწამლავ, ყველაფერს შევწამლავ აბსოლუტურად, რაც მაქვს ბაღში, იმიტომ რომ წვიმები იყო ძალიან ბევრი და კიდე რას მიაქციეთ ყურადღება, თუ ხეხილი გაქვთ, ხომ? ცხალი და ვაშლი განსაკუთრებით და გაქვთ ეს ზღვია, Blue Arrow
და გაქვთ ღვია ასეთი გაფენილი ღვია ღმერთო ჩემო რა ქვია ყაზახური იმათ აქვთ ვაშლის ამსხლის მეგობარი სოკოები თუ ერთს დაემართა მეორეზე გადადის და ასე დადიან ასე რომ ხეხილს რო წამლობთ თუ ხეხილს არ წამლობთ და ყვავილნარს წამლობთ ყველა წამლობაში მოახვედრეთ სოკოს წინააღმდეგ ეს ღვიები რამ მინდა გითხრათ გეოპლასტიკაზე აი თუ დააკვირდებით მიწა არ მაქვს გასწორებული და უკან მოლი პლანეტალღებივით არის ძალიან სასიამოვნოა ამის ყურება ისევე როგორც თქვათ ზღვის ტალღების მედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო მომავალ ვიდეოებამდე მომავალ შეხვედრა